თავისუფალი მედიის ფლაგმანი რუსთავი 2 და შესაბამისად მოკლან საქართველოში დემოკრატია. და იმასაც ვერ აცნობიერებენ, რომ რუსთავი 2-ის ჩახშობით ჩვენ ამ შენობიდან არ გავალთ და ამ შენობაში დაგვიცავს ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი და ეს შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება იყოს. ამას ეს ადამიანები როგორც ჩანს ვერ აცნობიერებენ, მაგრამ აუცილებლად გააცნობიერებენ მაშინ, როდესაც მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება და შესაძლოა ზუსტად მაგ დარბაზში გისოსებს მიღმა იყვნენ უკვე ეს მოსამართლეები და არა სამოსამართლო ბარიერს მიღმა. ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ, მე მათი პირადი მტერი ვარ. საფლავის კარამდე ვდებ ყველა მათგანს, ისევე როგორც მოსამართლე ურთმელიძეს, ისევე როგორც მინისტრ წულუკიანს, ასევე სამივე ამ მოსამართლეს. საფლავის კარამდე ჩავყვები აუცილებლად და მათი პასუხისმგებლობის ზომას აუცილებლად დავაყენებ. რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების დროს არა, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება თვითონ არის დამკვეთი და საკუთარ თავს არ დაიჭერს, მაგრამ კარგად გახსოვდეთ ძვირფასო დავალების შემსრულებელ მოსამართლეებო. პოლიტიკოსები აუცილებლად გადარჩებიან, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესების ლოგიკა არის ამგვარი და ყოველთვის ამნისტიებით მთავრდება ესეთი პროცესები. აი თქვენ შემსრულებლები ვერ გადარჩებით ვერც ერთ შემთხვევაში. მე გაძლევთ ამის გარანტიას 100%-ით. თქვენ დაამთავრებთ თქვენს კარიერას ციხეში, თუ ასე აპირებთ გაგრძელებას იმ პროცესების და მარცვაჯულების მაგივრად ჩვენ ხელში შეგვაჩეჩებთ სატყუარას და საფრთხობელა იქნებით ხვალაც, ზეგაც და ასე შემდეგ. მე პირდაპირ ვამბობ, მე არ მივცემ ამ კოლეგიას პროცესების ესე დაჩქარებულად და ამგვარად დასრულების შესაძლებლობას. დღეს რაც ქალბატონმა ნაზღაიძემ ამ სამარცხვინო ქალმა ჩაიდინა, რომ გაიქცა ჩვეულებრივად, ისე რომ თავის გვერდით მსხდომ ორ მოსამართლესაც კი არ შეუთანხმდა, რა თარიღზე აპირებდა პროცესის ჩანიშვნა, შეიძლება არც ცალიათ იმ ორ მოსამართლეს და გაოგნებული უყურებდნენ თვით ისინიც კი. აი ესე გაიქცა ჩვეულებრივად დარბაზიდან და დაგვიტოვა სიტყვა, რომ 31 მაისს აპირებს თურმე, ანუ ხვალ 24 საათიც არ მოგცა პროცესისთვის მოსამზადებლად აპირებს ხვალ დაიწყოს საპროცესო სხდომა. არ მოგცემთ ამ სხდომის ჩატარების შესაძლებლობას, ამის გარანტიას გაძლევთ. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ თქვენი დავალება ვერ შეასრულოთ და დღეს თქვენი დავალების გამცემისგან მოგხვდეთ და ხვალ ლეგიტიმური ხელისუფლებისგან მოგხვდეთ, ოღონდ გაცილებით უფრო მწარედ და